თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. 1960 წლის ოქტომბერი, ცივი ომი პიკშია. ნიკიტა ხრუშოვს სასწრაფოდ ჭირდება ახალი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ამერიკას დაემუქრება. მოახლოებულია ბოლშევიკური რევოლუციის წლისთავი და კრემლი ითხოვს, რომ გაშვება საზეიმო თარიღს დაამტყიონ. კოსმოდრომზე სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობს არტილერიის მთავარი მარშალი მიტროფან ნედელიანი. ის ზეწოლას ახდენს ინჟინერებზე, რადგან ხრუშოვი ყოველდღიურად რეკავს და შედეგს ითხოვს. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 7.9 გამარჯობა. 23 ოქტომბერს გაშვებამდე 24 საათით ადრე რაკეტის პირველ საფეხურზე საწვავის გაჟონვა აღმოაჩინეს. წესების მიხედვით სტარტი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმებულიყო. საწვავი დააცლილიყო და რაკეტა ქარხანაში დაბრუნებულიყო შესაკეთებლად. ამას მინიმუმ 1 თვე დასჭირდებოდა. ნედელინმა იცოდა, რომ დაგვიანებას კარიერის ფასად გადაიხდიდა, ამიტომ გასცა სამედიცინო ბრძანება. გაჟონვა შეეკეთებინათ ადგილზე. საწვავით სავსე რაკეტაზე. ეს იყო ტექნიკური უსაფრთხოების ყველა ნორმის უხეში დარღვევა. 24 ოქტომბრის დილა რაკეტა სტარტზე დგას. მის ირგვლივ ასობით ტექნიკოსი და ინჟინერი ფუტკარებით ირევიან. იმისათვის, რომ ხალხისთვის მუშაობა იძულებინა და ეჩვენებინა, რომ საშიში არაფერია, მარშალმა სკამი გამოიტანა და რაკეტისგან სულ რაღაც 17 მეტრში ნულოვან ზონაში დადო. დაჯდა იქვე მის გვერდით მთავარი კონსტრუქტორები და მაღალჩინოსნები მიუსხდნენ. კატასტროფა მოხდა საღამოს სარემონტო სამუშაოების დროს. მართვის სისტემის შემოწმებისას ერთ-ერთმა ოპერატორმა შემთხვევით ჩართო პროგრამული დენის გამანაწილებელი, ამან გამოიწვია მეორე საფეხურის ძრავის ავტომატური ჩართვა. ძრავის ცეცხლმა მომენტალურად გაადნო ქვედა ავზები და 160 ტონა ტოქსიკური საწვავი და მჟანგავი ერთმანეთს შეერია. აფეთქების ძალა იმდენად დიდი იყო, რომ კამერებმა, რომლებიც გაშვებას იღებდნენ, მხოლოდ პირველი წამები დააფიქსირეს. ტემპერატურამ 3000 გრადუსს მიაღწია. ყველაზე საზარელი კი ის იყო, რომ ასფალტი გადნა. ადამიანები, რომლებიც ცეცხლმოგიდებული გარბონდნენ, გამდან ასფალტში ეფლობოდნენ და ადგილზევე იწვოდნენ. მარშალ ნედელინი ეპიცენტრში იყო, მისგან რა თქმა უნდა აღარაფერი დარჩენილა. დაიღუპა პოლიგონის უფროსი და წამყვანი ინჟინერიის უმეტესობა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე კამათისაგანია, თუმცა დადასტურებულია 78 გარდაცვლილი ადგილზე და ათეულობით ადამიანი, ვინც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა დამწვრობით და მომწავლელი გაზებით. საბჭოთა მანქანა მუშაობა დაიწყო. ინფორმაცია მყისიერად გასაიდუმლოდა. ოჯახებს უთხრეს, რომ მათი ახლობლები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. დაღუპულები, ვისიც ხედრების ამოცნობაც მოხერხდა, უმეტესობა ფერფლად იქცა. ჩუმად დაკრძალეს სხვადასხვა ქალაქებში, ნაწილი კი საძმო სასაფლაოზე. ოფიციალურ პრესაში დაიწერა, რომ ნედელინი დაიღუპა თვითმფრინავის ჩამოვარდნისას. ეს სიცრუე 30 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო ძალაში. სიმართლე მხოლოდ 1989 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ჟურნალ ოგონიოკში პირველი საარქივო მასალები გამოქვეყნდა. ნედელინის კატასტროფა დღემდე რჩება კოსმონავტიკის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად. მოგვიანებით ჩერნობილიც ასეთი საცდელი ახირების გამო ჩამოექცათ თავზე. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.